Mauritsky შეიძლება ეთქოს გამოიწვია მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის თქვენი ეს გადაწყვეტილება იქნებ პირველ რიგში განგვიმარტოთ რითი იყო კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ რითი იყო განპირობებული თქვენ გადაწყვეტილების შეცვლა რა გადაწყვეტილებას თქვენ მიიღეთ უკვე ხელმეორედ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის იმიტომ რომ მართლაც არც ისე დიდი ხანია რაც ჩემი კანდიდატურა განიხილება ამ პოსტზე და საშუალება მექნება ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს და დავაკმაყოფილო ის ინტერესი, რომელიც თქვენ და ზოგადად საზოგადოებას გააჩნია. რაც შეეხება ხელახლა ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი მოტივი, რის გამოც მე ჩემი კანდიდატურა მოუხსენი თავიდან იყო თამარ გურჩენის კანდიდატურა, მე მას ვუჭერდი მხარს და ეს გამოვხატე იმით, რომ თავიდანვე უარი განვაცხადე შემოთავაზებაზე და ხაზს უსვამ თავიდანვე განვაცხადე შემოთავაზებაზე, თუმცა უნდა გავიხსენოთ და აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ისიც, რომ ჩემს კანდიდატურაზე საუბარი დაიწყო სწორედ სოციალურ ქსელებში რამდენიმე ადამიანმა შექმნა ჯგუფი და დაიწყეს ჩემი კანდიდატის შესახებ თქვათ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო ასევე მოწონებები ამის შემდგომ მე დამიკავშირდნენ მართლაც იყო ზარი უმრავლესობიდან და ეს იყო არა შემოთავაზება ეს იყო კითხვა რომ ჩემი სახელი გაჟღერდა და რაღაც გარკვეულ ნაწილს სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს რომელმაც იმ წარმომადგენელს რომელმაც მე დამირეკა მათთვის ჩემი კანდიდატურა მისაღები იყო თუმცა მაშინვე პირველივე ჩემი პასუხი იყო ის რომ არსებობენ კანდიდატურები მათ შორის არის თამარ გურჩენი და მე მას უჭერ მხარს თუ არის მოტივი და საფუძველი იმისა რომ ეს კანდიდატი არ განიხილება ან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის დღეს წესრიგში მხოლოდ ამ შემთხვევაში დავაყენებდი ჩემს თავს განვიხილავდი ჩემ თავს ამ პოსტზე სხვა შემთხვევაში მე არც ვაპირებდი კონკურენციის გაწევას შემდგომში როგორც მოგეხსენებათ მოვლენები განვითარდა იმგვარად რომ 4 კანდიდატურის პარალელურად რომლებიც ძალიან ხშირად იყვნენ ეკრანზე ხდებოდა დამატებით ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და სხვა სახელებიც გაჟღერდა მე არ ვიყავი ერთადერთი სხვათა შორის ვისი სახელიც გაჟღერდა დამატებით და გაგახსენებთ ეს იყო გიორგი გოგიო გიორგი ჩხეიძე რომელმაც უბრალოდ თავიდანვე უარი განაცხადეს არანაირი წინაპირობი თუ ასევე გამოჩნდა უჩანანუაშვილი სწორედ იმ დღეებში როდესაც მე ამით იმის თქმა მინდა რომ მე ერთადერთი არ ვიყავი ვისი სახელიც გაჟღერდა და შემდგომი უკვე პარლამენტში ხოლო თქვენ დაგიბარეთ უმრავლესობა კი იმიტომ რომ ამასაც ვიტყვი რა თქმა უნდა თუმცა ამ კვირის დასაწყისში უკვე კომუნიკაცია უმრავლესობებიდან იყო შემდეგნაირი რომ ჩემი კანდიდატურა ყველაზე მეტად მისაღები იყო მათთვის და მათ სურვილი ჰქონდათ შემხედროდნენ და უფრო დეტალურად გაეცნოთ ჩემი შეხედულებები ეს იყო როდესაც მე ვკითხე რომ მე რა თქმა უნდა მოხსნილი მქონდა კანდიდატურა და ან კონკურენციას არ ვაპირებდი გურჩენთან პასუხი იყო რომ მას არ ქონდა კონსენსუსი და ჩემი კანდიდატურის მოხსნით უბრალოდ მას ვერაფრით ვერ დავეხმარებოდი ეს იყო ერთადერთი მიზეზი ყველაფერი უკან რო დაბრუნდეს და თავიდან რო გავაკეთო მე ისევე შემოვიქცევი იმიტომ რომ ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა ეხლა უკვე სხვაგვარად დგას საქმე ეხლა პრაქტიკულად ვუყურებ უკვე ამ საკითხს თუ თამარი არა ვთქვათ რატომაც არა თუმცა როგორც მოგეხსენებათ შემდგომში ისევ შეიცვალა სიტუაცია საზოგადოების მოთხოვნა იყო მაღალი უმრავლესობამაც მიიღო გადაწყვეტილება რომ დანარჩენებს მოусმინოს ესეც რა თქმა უნდა უკვე მისაღებია ეხლა მე უკვე ამ შემოთავაზებას ვთქვათ პირველადი თანხმობა მაქვს და ვცდილობ რომ რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია მომივაწოდო საზოგადოებას იქნება ეს უმრავლესობას თუ ყველა იმ ჯგუფს ვინც დაინტერესებულია თუმცა რა თქმა უნდა იმასთან დაკავშირებით რომ უმრავლესობა მე დამიბარა ეს ნიშნავს იმას და ისევე როგორც სხვა კანდიდატურები რომლებსაც უმრავლესობა დაიბარებს და გამოთქვავს თავის ვთქვათ მხარდაჭერას რომელიმე კანდიდატთან ეს იმას ნიშნავს რომ ის კანდიდატი განიხილება ამ გუნდში და რეალურად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სწორედ უმრავლესობის მხარდაჭერა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს კანდიდატს რომ ის გახდეს სახალხო დამცველი. აქედან გამომდინარე ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ. თუ რამდენი ადამიანი უჭერს ხარს ან რომელიმე კანდიდატს, რამდენად პოპულარული ან ასე შემდეგ, ყველაზე მთავარი იქნება ასევე უჭერდეს ამ კანდიდატს ხარს უმრავლესობა, რადგანაც ეს იქნება გადამწყვეტი, რომ ეს პოსტი აღარ იყოს ვაკანტური და ადამიანმა დაიკავოს ეს თანამდებობა.
ხალხთან ერთი შეკითხვასაც დაგისვათ თუ შეიძლება საზოგადო სამოქალაქო სექტორის ნაწილი უკმაყოფილება არა იმდენად თქვენი პერსონისა და თქვენი ფიგურის მიმართ, არამედ თვითონ პროცესის მიმართ და ისინი ამბობენ რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ ჩააბარა ტესტი დემოკრატიაზე. აი რამდენად თავისუფალი დემოკრატიული პირობებით ხდება კანდიდატურის დაყენების შერჩევა სახელმწიფოს პოსტზე და ძალიან ხშირად ახსენებენ ხოლმე ამ კონტექსტში თქვენი მეუღლის ფაქტორს, რომელიც მესტის საოლქო კომისიაში წარმოადგენდა ქართულ ოცნებას, ხო? აი ამასთან დაკავშირებითაც იქნებ გითხრათ, რამდენად უკავშირდება ეს პოლიტიკურ იმას. პროცესი ნამდვილად ხანგრძლივი იყო და მეც მაწუხებს ის, რომ მართლაც ძალიან ხანგრძლივი იყო პროცესი და დამატებით კიდე კანდიდატურები უკვე ბოლოში დასახელდნენ, თუმცა რეალობა არის ამგვარი. თუ დასახელებული კანდიდატებიდან არ იქნებოდა კონსენსუსი არც ერთ კანდიდატზე, მაშინ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს დამატებით ადამიანები, უფრო მეტი ალტერნატივა უნდა ქონდეს უმრავლესობას, იმიტომ რომ უმრავლესობა არის გუნდი, პოლიტიკური პარლამენტში ჩვენ ყავს პოლიტიკური გუნდების წარმომადგენლები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები არის პოლიტიკური. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი რაღაც კონკრეტულ ადამიანს დაუჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად გეთანხმებით, რომ პროცესი იყო ხანგრძლივი და მეც ჩემი თავი აღარ განვიხილე ამ თანამდებობაზე, თუმცა შეგახსენებთ, რომ მე თავისუფლად შემეძლო ეს გამეკეთებია. თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად ხარდა, აი ძალიან ბევრია საუბარი იმაზე, რომ მე ჩემ კანდიდატურას თქვათ უმრავლესობა გამოეხმაურდა, მხარი დამიჭირა. მე ამას მინუსად ვერ ჩაუთვლიდი ჩემს თავს და ჩემს კანდიდატურას. ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ხარდაჭერას, აი მე მინდა გითხრათ ამ რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარე პროცესები. მე თავად შემომეხმიანენ ის ორგანიზაციები, რეგიონის წარმომადგენლები, რომლებსაც ამ პროცესში საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა და მოდით ისიც თქვა, ზოგადად კანდიდატურისთვის ხარდაჭერა არ ხდება ესე, რომ თავისთავად მოდიან ხოლმე ორგანიზაციები, ეს ხდება ორგვარი გზით. ერთია რომ აქეთ თხოვ ადამიანებს ხარი დაგიჭირონ და მეორე მხრივ ზოგიერთი მათგანი ალბათ ერთი ან ორი ორგანიზაცია დაასახელებს, შემდგომში ეს გავრცელდება სხვა ორგანიზაციებზე. ზუსტად იგივე მოხდა ჩემს შემთხვევაში. მეც სწორედ ამ წიაღიდან მოვდივარ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვარ. ის ორგანიზაციების კი, რომლებიც ღიად ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ღიად ვერ მიფიქსირებენ ახლა თავის მხარდაჭერას, იმიტომ რომ მათ ორგანიზაციას თქო სხვა პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული და გარკვეულწილად ახლა არ არიან კომფორტულ მდგომარეობაში, ეს ხმამაღლა თქვენ, ისინი მხარს მიჭერენ, ისინი ამბობენ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ამ ეს ბევრი ეს ადამიანი თამარ გურჩენის მხარდამჭერიცაა, თუმცა თუ მისი კანდიდატურას არ აქვს თქვათ შანსი რომ გახდეს ომბუდსმენი, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ჩემი კანდიდატის წამოწევის და დაყენების. ასევე სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც ამ პროცესში არ მიუღიათ მონაწილეობა, თქვენ თუ შეხვალთ Facebook-ზე, ჩემს გვერდზე, რომელიც შექმნილია რამდენიმე ადამიანის მიერ, იქ ნახავთ ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციას და სხვათა შორის ეს ორგანიზაციები არიან ძალიან ბევრი რეგიონების წარმომადგენლები. მათ სათაო ოფისიც კი არ აქვს თბილისში, მაგრამ ეს ორგანიზაციები წლების მანძილზე იბრძვიან რეგიონებში და მე მათ თითოეულს ვიცნობ და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს მათთან. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყოდი, რომ მე ვარ ხელისუფლების კანდიდატი და რეალურად ეს არის ჩემი მხარდაჭერა. მე უკვე გუშინდელი დღიდან ხვდები სხვადასხვა ჯგუფებს, უმცირესობების წარმომადგენლებს, გეგმავ კიდე დამატებით შეხვედრებს. ამ შეხვედრების ნაწილი ინიცირებულია თავად ამ ჯგუფების მიერ, რა თქმა უნდა, ნაწილთან შეხვედრას უკვე მე თავად უწევ ორგანიზებას. შეხვედრები მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და პოზიტიური და მე ვთვლი, რომ აი ეს პროცესი, რაც ახლა არის და ის რომ არის საშუალება მე ვთქვათ ვილაპარაკო იმაზე თუ რა შემიძლია გავაკეთო ან ვთქვათ როგორი კანდიდატი ვიქნები, მნიშვნელოვანია რაც შეეხება ჩემს მეუღლეს. აქ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ იმას, რომ თქვენ გაგიგიათ ჩემი მეუღლის გვარი, ალბათ თუ გაგიგიათ ისევ იმის გამო რომ ის იყო ნინა ხატისკაცის მეუღლე და ის დააპატიმრეს, დააკავეს. იმაში, როდესაც ჩემი ქმარი დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი. ჩამომითვალეთ, მითხარით ერთი ან ორი მეტი გვარი, რომელიც თქვენ ასე სიხშირით გაიგეთ, როგორც ჩემი გვარი. მე ვერ ვიტყოდი, რომ მე აქ დღეს იმიტომ მზივარ, რომ ჩემი ქმარი იყო ოცნების მხარდამჭერი და ის იყო დაკავებული. ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაკავებული. ძალიან ბევრი ადამიანი არის ოცნების მხარდამჭერი. ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ საჯარო დაწესებულებებშიც მუშაობს და ალბათ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არასამთავრობო, რომლებიც ძალიან კრიტიკულები არიან, მათი ოჯახის წევრებიც კი საჯარო სამსახურში მუშაობენ. ზოგი საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, არ გულისხმობ მე ხა მაინდა-მაინც პოლიტიკურ თანამდებობას, არც ჩემი ქმარი არის რაღაც ისეთ თანამდებობაზე რო იყოს, თქვა თქვენ მას ან კაბინეტში ნახავდით, ან სადღაც მის მიახლოებულ ტერიტორიაზე, აი ასეთი რამ არ ხდება. ის არის ნამდვილად ოცნების მხარდამჭერი, ის თავის მეგობარს უჭერდა მხარს, როგორც გითხარით, მაჟორიტარ დეპუტატს და ამას გარდა ის თავად არის, ასე ვთქვათ, ამ
განწყობით და ის არის სვანეთში და იქ საქმიანობს, მე ვერ ვხედავ ვერანაირ კვეთას, რომ ის თუ ჩემი მეუღლე საქმიანობს სვანეთში, ახორციელებს თავის საქმეს, ამას შეიძლება ხელი შეუშალოს. ჩემს საქმიანობას ეს უბრალოდ გამორიცხულია აქ პოლიტიკურ თქვათ რაღაც შეუთავსებლობა ინტერესთა კონფლიქტზე ლაპარაკი მართლაც არ შეიძლება. ქალბატონი ნინა, თქვენ თქვით, რომ უმრავლესობის სახელი თქვენ გიკავშირდებოდნენ, რამდენიმეჯერ დაგირეკეს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ვინ აწარმოებდა კონკრეტულად უმრავლესობის სახელი თქვენთან ამ მოლაპარაკებებს და მეორე კითხვა მექნება, თქვენ უკვე შეხვდით უმრავლესობას პარლამენტში, თუ გააცანით თქვენი პროგრამა, თქვენი სამოქმედო გეგმა და როგორი სახალხო დამცველი იქნება ნინო ხატისკაცი, ესეც რომ გითხრათ. მიკავშირდებოდნენ, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მოლაპარაკებების ციკლი და მე მქონდა ესეთი ხანგრძლივი ან მრავალჯერადი ურთიერთობა. პირველ ჯერზე, როგორც გითხარით, როდესაც ჩემს შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მაშინ ირაკლი სესიაშვილი დამიკავშირდა, ის იყო ერთ-ერთი იმ უმრავლესობის წარმომადგენელთაგან. სავარაუდოდ მე მართლა არ მქონდა, ესე იგი სიღრმისეული განხილვა მასთან, თუ ვინ კონკრეტულად ვის მოწონდა ჩემი კანდიდატურა, ამგვარი კითხვაც კი არ დამისვია. უბრალოდ მან თქვა, რომ შენს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და გვაინტერესებს, რამდენად ხარ დაინტერესებული. ეს იყო ერთადერთი ზარი. სხვათა შორის ამის შემდგომ, სწორედ იმ პერიოდში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობა მე მიჭერს ხარს, მე მინდა გაგიცხადოთ, დაბეჯითებით, რომ ამის შესახებ მე დამატებითი კომუნიკაციაც კი არ მქონია. ნამდვილად მე შევეცადე, მე ირაკლისთანაც გადავრეკე, იმიტომ რომ მინდოდა რომ კაფეოდ მეთქვა, რომ კანდიდატურა არ მოუხსნია გურჩიანს და ვთქვათ მე არ ვაპირებ მის კონკურენტობას. ირაკლის ტელეფონი არ აუღია და მე სოზარს დავურეკე, რომელიც იყო ადამიანი, რომლის ტელეფონიც უბრალოდ მე მქონდა და კარგად ვიცნობ, ისევე როგორც ირაკლის და ბევრი ოცნების წარმომადგენელს ძალიან დიდი ხნის მანძილზე, წლების მანძილზე, განსაკუთრებით მათ ვინც სამოქალაქო სექტორში საქმიანობდა და აქედან მოდიან. ამის მერე კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა ბოლოს როგორც გითხარით, აი ეს გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული, მე მქონდა საუბარი დავით საგანელიძესთან, რომელმაც უკვე უშუალოდ მითხრა, რომ იყო მხარდაჭერა და ეს საუბარი იყო არაერთჯერადი, რამდენჯერმე ვისაუბრეთ ჩვენ, მხარდაჭერა უმრავლესობისგან და მათ აინტერესებდა ჩემთან შეხვედრა და დეტალების გაცნობა. რა თქმა უნდა, მე გაწერილი პროგრამით იქ არ ჩავსულო, რომ ეს სრულიად ახალი ინიციატივა იყო და მე ამისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი. მე ეხლაც სწორედ ამ პროცესში ვარ, რომ ვთქვათ, ძირითადად მუშაობ იმაზე, თუ რა იქნება ჩემი პრიორიტეტები და მიმართულებები. რაც შეეხება ზოგადად თუ რას გეგმავ და რას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემი საქმიანობა დაიწყება იმ გამოცდილების შესწავლით და იმ პრაქტიკის შესწავლით, რაც აქვს ომბუდსმენის ოფისს და აუცილებლად ომბუდსმენის ოფისში მოხდება შემდეგი 5 წლის სტრატეგიის შემუშავება ამ ორგანიზაციისა, როგორც მოგეხსენებათ, ომბუდსმენი 5 წლიანი ვადით ირჩევა. აქედან გამომდინარე, პირველი სწორედ ამაზე დაიწყება მუშაობა და ეს მუშაობა სტრატეგიის გაწერა და ძირითად მიმართულებებზე კონკრეტული, ვთქვათ, ღონისძიებების დაგეგმა აქ იქნება მართლა შეფასებითი ნაწილი, ვთქვათ, სად არის სახალხო დამცველი, რა უნდა გამოასწოროს და სად უნდა მივიდეს და ამას აუცილებლად ექნება თავისი შეფასების კრიტერიუმები, როგორ უნდა მივხვდეთ, გააკეთა თუ არა სახალხო დამცველმა. ამაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ჯგუფი, რომელიც კი არის სახალხო დამცველის სამიზნე, ასე ვთქვათ, ის ჯგუფები, რომლების უფლებებით შეიძლება დაირღვეს, ვისთან ერთადაც უნდა მუშაობდეს ომბუდსმენი იმისათვის, რომ პრობლემების მოგვარება მოხდეს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ცვლილებები ზოგადად აქტივობებთან დაკავშირებით, მე მიმაჩნია, რომ ძალიან უნდა გააქტიურდეს ინფორმირების მიმართულება. სახალხო დამცველი ყველაზე მეტად აქტიური უნდა გახდეს სწორედ ამ მიმართულებით, ის რომ დღეს ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს და უფლებები ირღვევა, დიდწილად სწორედ იმაზეა დამოკიდებული და იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია თუნდაც იმაზე, რომ სხვადასხვა ადამიანებს და სხვადასხვა ჯგუფებს სწორედ ერთნაირი უფლებები გააჩნიათ და ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, როდესაც უკვე კონკრეტულ თემებზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ ადამიანებმა საერთოდ არ იციან ამ კონკრეტული ჯგუფების შესახებ, საერთოდ არ იციან, რომ ეს ჯგუფებიც არიან სწორედ იმგვარი ადამიანები და სწორედ ისეთივე უფლებებით სარგებლობენ. ეს იქნება სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ გარდა იმისა, რომ ის იმუშავებს რაღაც კონკრეტულ საქმეებზე, უფლებების დაცვაზე და შეიძლება ერთის მხრივ აღკვეთოს და მეორეს მხრივ პრევენცია მოახდენოს ამისა,
ინფორმირების მიმართულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მთელი ქვეყანა უნდა გახდეს სახალხო დამცველი. ამაში გულისხმობ იმას, რომ თითოეულ სოფელში სახალხო დამცველს უნდა ყავდეს მოხალისე. სახალხო დამცველმა უნდა იცოდეს რა ხდება თითოეულ კუთხეში. პრობლემები სანამ მოვა და პრობლემები სანამ მოუკაკუნებენ კარზე სახალხო დამცველს, თვითონ სახალხო დამცველი უნდა იყოს პროაქტიული და თვითონ უნდა იყოს ყველგან მისული და ამ პრობლემებს ასე ვთქვათ მოკვლევას უნდა აკეთებდეს თავად. აქედან გამომდინარე, აი ეს უფრო ფართომასშტაბიანი ჩაბმა მოსახლეობის ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ეს მე მგონი უფრო ადვილიც იქნება. აბა გავიხსენოთ წინა წლები. მე მგონი მოსახლეობის, არ ვიცი, ძალიან მცირე პატარა პროცესმა იცოდა საერთოდ ვინ იყო სახალხო დამცველი და არსებობდა თუ არა. იმიტომ რომ ამ თემაზე საუბარი არასოდეს არ იყო. დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს ამაზე და საუბრობს იმგვარად, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ამ უწყებამ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და ის უნდა იყოს განსაკუთრებული როლის ფუნქციის მატარებელი სწორედ უფლებების დაცვაში. მაგრამ 70 კაციანი და ახლობით 70 კაცია ის გუნდი, რომელიც გააჩნია სახალხო დამცველს, ნამდვილად ვერ მოახერხებს ყველა პრობლემის აღმოფხვრას თითოეული ადამიანის და თითოეული უფლების. ამაში სწორედ საზოგადოების მონაწილეობაა ძალიან მნიშვნელოვანი. სახალხო დამცველმა უბრალოდ მობილიზება უნდა გაუკეთოს ამ პრობლემებს და ის უნდა იყოს ამ ყველა უფლების და ყველა ვთქვათ ადამიანის უფლების დარღვევის შემკვრელი და ერთ ადგილას თავმომყრელი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეეხება თავად უკვე უფლებების დაცვას. მე აქ უბრალოდ არასერიოზული მგონია საუბარი იმაზე, რომელ უფლებას დაიცავს სახალხო დამცველი ბოლო დღეების და კვირების მანძილზე ეს კითხვა ძალიან აქტიურად ისმევა. ეს კითხვა უბრალოდ სახალხო დამცველთან არ უნდა დაისვას, რომელ უფლებას და რომელი ადამიანის უფლებას. ეს კითხვა ჩდება ქაბატონინა იქიდან გამომდინარე, რომ ცოტი დავამთავრებ და რა თქმა უნდა კითხვასაც მოვუსმენ. რაც შეეხება უფლებების დაცვას, რა თქმა უნდა, ყველა უფლების დაცვა და ყველა ადამიანის უფლების დაცვა უნდა ახორციელებდეს სახალხო დამცველი, უნდა იყოს ის მართლაც ხმამაღალი ყველა ჯგუფის, თქვათ, უფლების დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ მე ახლა მინდოდა მეთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი შეეცდება ამ პრობლემების მოგვარებას კონკრეტული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიმე უწყებაში, სახალხო დამცველი ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს სისტემური პრობლემების აღმოფხვრაზე. მაგალითად, ის ვთქვათ, რომ სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში ირღვევა ადამიანის უფლება, მხოლოდ ამ ადამიანის უფლებების დაცვა არ არის საკმარისი, უნდა მოხდეს ანალიზი თავად სისტემისა, ამ სისტემაში არსებული პრობლემებისა და სახალხო დამცველი უნდა იყოს ერთ-ერთი სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, რომელსაც ექნება კონკრეტული ხედვები და რეკომენდაციები, რა უნდა გამოიცვალოს და რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ის სისტემა უკეთესი გახდეს, რადგანაც შემდგომში მოხდეს პრევენცია უფლებების დარღვევისა. დიახ, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ეს კითხვა საერთოდ არ უნდა ჩნდებოდეს სახალხო დამცველის მისამართით, თუმცა ეს კითხვა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვათ ერთ-ერთმა კანდიდატმა თუნდაც პირდაპირ უარი თქვა გარკვეული უმცირესობის გარკვეული ჯგუფის დაცვაზე და მათ კრიმინალიზაციასაც კი მოითხოვდა. საუბარი მაქვს დაუშვათ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაზე, ხო? იგივე მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, მე მესმის რომ არ გაქვთ პროგრამა გაწერილი და კონკრეტულ დეტალებზე ვერ იცაუბრეთ, მაგრამ მე მაინტერესებს თუნდაც შეგახსენებთ თამარ გურჩიანის კანდიდატურა აღქმული იქნა და დაწუნებული იქნა შეიძლება ითქვას საზოგადოების ნაწილისგან იმის გამო, რომ ის ძალიან ბევრ საუბრობდა უმცირესობებზე და ძალიან ბევრ აქცენტს აკეთებდა. შეგიძლიათ თუ არა რომ ნინა ხატისკაცი უფრო ასეთივე თამამი იყოთ საკუთარ შეფასებებში უმცირესობების მისამართით, იქნება რელიგიური, ეთნიკური თუ თუნდაც სექსუალური უმცირესობების მისამართით და იდეურად აქამდე წარმოდგენილ კანდიდატებს შორის რომელთან უფრო სახელს გეხართ თქვენ? ის რომ რომელიმე კანდიდატი ამბობს, რომ ის თავად აკეთებს დისკრიმინაციას და რომელიღაცა ჯგუფს უფრო მეტად პრიორიტეტულად მიიჩნევს და ნაკლებად, თავად ეს არის მიუღებელი. ჩემი აზრია, რომ როდესაც სახალხო დამცველი თვითონ ფიქრობს, რომ რომელიმე ჯგუფი უფრო პრიორიტეტულია, ნაკლებად პრიორიტეტული, ეს თავად ამ კანდიდატის პრობლემაა. მე არ მინდა რომელიმე ადამიანს თქვათ მივაყენო რაღაც შეურაცხყოფა და რა თქმა უნდა, ის შეიძლება არაჩვეულებრივი ადამიანი არის და ის შეიძლება მართლაც არაჩვეულებრივად იცავს სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში ადამიანის უფლებებს, მაგრამ ის უბრალოდ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ასეთი პრიორიტეტები არ უნდა გააჩნდეს. ყველაზე რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას უმცირესობებთან, მე გითხარით უკვე, რომ შეხვედრები დავიწყე სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მე ვხვდები რელიგიის უმცირესობების წარმომადგენლებს და ასევე შევხვდი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს. მე ყველა მათი პრობლემა მაინტერესებს.
მე ჩემთვის ადამიანი არის ნამდვილად პრიორიტეტი, ადამიანის უფლების დარღვევა იქნება ის ამოსავალი წერტილი, რომელსაც დაეფუძნება ჩემი საქმიანობა და რა თქმა უნდა მთლიანად ომბუდსმენის ოფისის საქმიანობა იმ შემთხვევაში თუ მე გავხდები ომბუდსმენი და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს პრობლემები საქართველოში არის უმცირესობების მიმართ და უმცირესობები ყოველთვის გამოყოფილია ხოლმე, თუმცა სხვა ძალიან ბევრი ტიპის უფლებებია, რომელიც ირღვევა და არანაკლებ მწვავე და მნიშვნელოვანია, მაგრამ უმცირესობების საკითხი, ასე ვთქვათ, ყველაზე ღიად განიხილება საზოგადოებაში, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე წინააღმდეგობრივია, საზოგადოების დამოკიდებულებაა თავად წინააღმდეგობრივი ამასთან დაკავშირებით და მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ვთქვათ, გამოწვევა, ჩვენ ისევე როგორც მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ პატარა ერი ვართ და განსხვავებულობისადმი შიში უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ვთქვათ სხვა ქვეყნებს და განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა დემოკრატიის ხარისხით ჩვენზე წინ არიან წასულები. არა მარტო რელიგიური უმცირესობები ან სექსუალური უმცირესობები, ალბათ გამეთანხმებით, რომ ხშირად ოჯახის წევრებით კი მალავენ, თქვათ, მათი წინაპრების წარმოშობას, ის თუ მაინდა-მაინც ქართული არ არის. ეს არის უბრალოდ ჩვენი კომპლექსი და მეტი არაფერი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც კი ოჯახში როცა ყავთ, მათაც ხშირად განსხვავებულად ეპყრობიან ხოლმე. მარტო ის არ არის პრობლემა, რომ ქუჩაში ჩვენ ნაკლებ ადამიანს ხედავთ ასეც, თუმცა ძალიან ბევრია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, მაგრამ ისინი უბრალოდ გარეთ ვერ ახერხებენ კომუნიკაციას გადაადგილებას, ადაპტირებული არ არის გარემო მათთვის, მაგრამ გარდა ამისა არსებობს შინაგანი კომპლექსები, რომელიც ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ აი ეს განათლება და განათლებაზე მეტად ვიტყოდი, განათლება ნამდვილად საკმარისია საზოგადოებაში და ყველა თავისი სფეროს მიხედვით იღებს განათლებას და რაღაც ამით არ მინდა ვთქვათ გავყო ადამიანები, მაგრამ ინფორმირება კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ ჯგუფებზე აუცილებლად უნდა მოხდეს და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, როდესაც იქნება ამ უფლებების დარღვევა, სახალხო დამცველი უნდა იყოს პირველი, ვინც ამ უფლებას დაიცავს. რაც შეეხება კანდიდატებიდან ვინ დგას ყველაზე ახლოს, მე უკვე განვაცხადე, მე გურჩენის კანდიდატურას უჭერდი მხარს და სხვათა შორის ის თავისი ხედვები ძალიან ახლოს დგას ჩემს ხედვებთან, მე ვამბობ იმ გულისხმობ, იმ პრინციპულობიდან და იმ შეუპოვრობიდან გამომდინარე და ზოგადად იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც მას გააჩნია, თუმცა მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო უჩანანუაშვილი, რომელსაც ასევე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მე მასთან წლების მანძილზე თანამშრომლობდი და ის ასევე არის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახალხო დამცველი საქართველოში. და ბოლოს შევეკითხეთ კავდანინა, თუ იცნოთ ანუ დაფინანსება სახალხო დამცველის საპარაზე, რამდენად საკმარისი არის იგივე თქვენი ინფორმირებლის და პრიორიტეტების სამუშაობის გაფართოებაზე საუბრობდით და რამდენად საკმარისი არის ეს თანხები სახალხო დაფინანსებასთან მიმართებაში ამ წლის შესული ბიუჯეტით დაფინანსება სახალხო დამცველის ოფისის მცირედით არის შემცირებული. რა თქმა უნდა, პირველი რეაქცია ჩემგანაც იყო ის, რომ ბიუჯეტის შემცირება არ უნდა ხდებოდეს, პირიქით უნდა ხდებოდეს გაზრდა, როდესაც დეკლარირებულად ადამიანის უფლებების დაცვა ხდება ქვეყნის პრიორიტეტი, თუმცა მე უფრო სიღრმისეული შეფასების გაკეთება გამიჭირდება ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. მე ამ უწყებაში არ მიმუშავია და მე არ ვიცი, რამდენად ადეკვატური ან საკმარისი იყო ეს ბიუჯეტი ამ უწყებაზე. რამდენიმე ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია, არის მეტნაკლებად შეხედულება, რომ რაღაც კუთხით საკმარისია, შეიძლება არ იყოს საკმარისი, ეს იქნება საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ჩემი კანდიდატურის განხილვა მოხდება როგორც უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისა, ეს იქნება ის კითხვა, რომელიც მე აუცილებლად მექნება. სახელფასო ნაწილში ეს დაფინანსება შემცირებული არ არის, მაგრამ აი დანარჩენის უკვე საორგანიზაციო საკითხებში და სხვა ტიპის დაფინანსება შემცირებულია. მე პირიქით ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს ეს ღონისძიებები და საკმარისი არ არის ის, რაც იყო აქამდე, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი თხოვნა იქნება, რომ შემცირება ბიუჯეტის არ მოხდეს, თუმცა აქვე ვითვალისწინებ, რომ ის საერთაშორისო დონორები და ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ სახალხო დამცველთან, მათთანაც უნდა მოხდეს ძალიან ინტენსიური მუშაობა. მე არ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი სახალხო დამცველი მხოლოდ ბიუჯეტზე უნდა იყოს დამოკიდებული. არის დღეს ამის შანსი და ალტერნატივა, რომ სახალხო დამცველს ალტერნატიული დაფინანსებები ქონდეს და სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ასევე ინტენსიური მუშაობა სახალხო დამცველის ოფისში. შეეხება თამარ გურჩენის კანდიდატურას რომ დაუბრუნდეთ ისევ, რატომ მოხდა უმრავლესობიდან მისი დაწუნება, ასე ვთქვათ, თუ კი არის დაწუნებას მე ვერ ვიტყოდი. რეალურად ალბათ, როდესაც გადაწყვეტილება ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს ერთ პოზიციამდე.
და თუ საკმარისი ადამიანი არ მივა ერთ პოზიციაზე, რა თქმა უნდა ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ნაკლები აქვს კანდიდატ შანსი, რომ ის გახდეს უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი. კონკრეტულ მიზეზებზე მე ვერ გიპასუხებ. მადლობა.